შენი სურვილის სასრულებამდე რამოდენიმე დღეა დარჩენილი, თავმად გააჟღერე კომენტარებში რა გსურს შენ ცხოვრებაში. ერთი შენთვის ყველაზე სანუკვარი სურვილის გაჟღერების უფლება გაქვს ახლა კომენტარებში. რატომ უნდა დაწერო კომენტარებში, როდესაც ჩვენ ვწერთ, ანუ ჩვენი ხელით რაღაცას ამკრიფავთ, ამწერთ, ჩვენ ამაში ვდოთ ენერგიას და ეს არის გადამწყვეტი. ამ შემთხვევაში აბა ბინა მანქანა საყვარელი ადამიანის გამოჩენა რაც გენებოთ, ის გააჟღერეთ კომენტარებში. დღეს ასევე უნდა შემოგთავაზოთ ჩემო ძვირფასებო გაშლა. ასრულდება თუ არა შენი სურვილი ძალიან მალე, აი ამ ჩემს უძვირფასეს ვიდეოზე დაფიქსირების შემდეგ ვარიანტი გვექნება ორი. პირველი ვარიანტი შემოკარგო. ძალიან ისეთი ამაღელვებელი სიტუაცია წარმოიქმნა, უცებ რაღაცეების შეჯახება შესაძლებელია გამოიწვიოს ამ ყველაფერმა თქვენს ცხოვრებაში, პატარა რყევები, ხო, რაღაცის დადგომა, რაღაცა სრულებებს ყოველთვის განაპირობებს ხოლმე. პირველი, მეორე ვარიანტი. მოკლედ, ეხლა კარგად გაჩვენებთ ამ ყველაფერს. მოკლედ, პირველი და მეორე ვარიანტი, მოდი გამოვიყენოთ ამეთვისტოს მინერალი, ჩემო ძვირფასებო, ამეთვისტო და ავანტიურინის მინერალი. კარგად დააკვირდით, შეკითხეთ სამყაროს, ასრულდება თუ არა თქვენი სანუკვარი სურვილი ძალიან მალე და დავიწყოთ ინფორმაციის გაჟღერება. მისტიური ამეთვისტოთი უნდა დავიწყო, ასრულდება თუ არა შენი სურვილი ძალიან მალე. ეშმაკის არკანი მოვიდა პირველივე ვარიანტზე და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასო? შიშები, მავნე მიჯაჭვულობები, რა სახის მავნე მიჯაჭვულობა გაქვს? ისეთი რასაც ვერ ჯობნი, ანუ რაც შენზე იმარჯვებს ყოველდღურად, შესაძლოა ეს იყოს ლუდომანია, ნარკოდამოკიდებულება, ან სათანადოდ ჩამოყალიბებული არა ხარ და აზრზე ცვლი ძალიან მალე. შესაძლოა ეს მოცემულობა სტრიალებდეს შენს გარშემო და ასევე შვედიანების ხილები შენ საკუთარ არჩევანს ძალიან ხშირად ღალატობ ჩემო ძვირფასო. შესაძლოა სხვებს ატყუებდე, რომ იცი რაღაცა არ გამოდის, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაიხედე, შენ ხომ იცი რომ საკმარისად არ იხარჯები ამისთვის, რომ ეს შენი სანუკვარი სურვილი ასრულდეს ძალიან მალე. შენ საკუთარი ხელით ვერ ქმნი სიტუაციას და არც მაგიური დახმარების გამოყენება არ გინდა. იცი რა, ზიხარ და გაუთავებლად ანგარიშობ რაღაცებს, გაუთავებლად აანალიზებ სიტუაციებს. აი რაღაც ფიქრობ ჩემო ძვირფასო, რას ვეხებით? რას ეხება შენი სურვილი? აი ახლა ძალიან მაინტერესებს, ხო? კარგი ჩემო ძვირფასო, რვიანების კვერთხები რევაში ძალიან ნელა მოქმედებ. აი ძალიან ნელი ხარ ჩემო კარგო, არ გეწყინოს, მე ყოველთვის იმისთვის მოვდივარ, რომ თქვენთან გავაჟღერო. სიმართლე და რეალობა, ასე ვთქვათ, მე შაქარმოყრილი სიმართლე არ მსიამოვნებს და შესაბამისად არც გაწვდით ხოლმე. ძალიან ნელი ხარ შენი სურვილის ასრულებისთვის, თითქმის არაფერს არ აკეთებ, ან ეს არის სიჩქარის ნაკლებობა, ხო, შეგიძლია რომ პროცესები ააჩქარო ჩემო ძვირფასო. რა მიმართულებით არის ეს შენელების მომენტი და რას ეხება შენი სურვილი, რასთან დაკავშირებით? გავიგოთ ესეც. სულ ახლო წარსულში განიცადე დანაკარგი ჩემო კარგო, ეს სიმარტოვის შეგრძნება, დანაკარგის შეგრძნება, ფინანსური ზარალის, ემოციური არასტაბილურობისა და ემოციების ნაკლებობის მდგომარეობიდან გამოდიხარ და რას ეხება შენი სურვილი? ბოლო ძალების მოკრება მოხდა შენი მხრიდან, აი ეს არის ბოლო ამოსუნთქვა, მთელი შენი ენერგიები მოიხმე და ჩადე ამ საკითხში. რას ვეხებით? ძალიან მაინტერესებს, რა გსურს ასე ძალიან? აქ სასიყვარულო პარტნიორს ვეხებით, ეს არის თასების მეფე, ცოტა ისეთი თავქარიანი ადამიანი, თუმცა ემოციურად ძალიან სასიამოვნო არის მასთან ურთიერთობა, ემოციური ადამიანია, ცოტა თავისი ნათქვამა, უყვარს მისი სიმართლე. ამ ადამიანს გააჩნია მხოლოდ მისი სიმართლე და შეუძლია მას რომ ემოციებით აგავსოს ჩემო ძვირფასო. კვერთხების დედოფალი, ცოტა დაბალი თვით შეფასება, ცოტა ეჭვები საკუთარ თავზე, რაც არ მსიამოვნებს შენთან მიმართებაში პირდაპირ გიდასტურება მას. მამაკაცის ამხელა დანახარჯი ნამდვილად არასწორია. ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობას, შენი სურვილი კონკრეტულად ამაზეა საუბარი. კარგი, უფრო დეტალურად გინდა რომ ახლიდან დაიწყოთ ურთიერთობა, ახლიდან ახალი ენერგიებით, ახალი მიზნებით, სრულიად სუფთა ფურცლიდან გინდა რომ დაიწყო ურთიერთობა და ფორტუნას ბორბალი. ნამდვილად არ არის ეს ცუდი პროგნოზი, ყოველ შემთხვევაში
ძალიან დიდი წარმატების ნახვა შეგიძლია, მაგრამ ნელი ხარ ჩემო ძვირფასო, ნელა მოქმედებ, არ მიმართავ, მაგიას თუნდაც გეზარება, ან არა გაქვს სათანადო რწმენა, ხო? როდესაც შეგიძლია რომ პროცესები აასწრაფო, ააჩქარო, შენ აი ნელა მდორედ მიყვები დინებას, რაც იქნება, უფალს თუ უნდა ასე იქნება, ჩემო კარგო, რა იცით, ჯერ უფალს რა უნდა, როდის გითხრათ უფალმა რომ მე ასე მინდა და იცი რა დაელოდე ჩემს მოქმედებას, ეს არის თქვენს გონებაშივე შექმნილი ძალიან არასწორი და ანომალიური შეხედულებები, რის გამოც თქვენი წარმატება ან ფორტუნას ბორბალი, როდესაც თქვენთვის დატრიალდება და ნახავთ წარმატებას, ეს მოცემულობა პაუზდება, მხოლოდ თქვენი შენელებული მოქმედებიდან გამომდინარე. რატომ არ მიმართავთ აქ მაგიას? ძალიან მაინტერესებს. თვის მოვდივარ თქვენთან, გარდა იმისა, რომ დაგეხმაროთ, სხვა რა გგონიათ, აი რა მიზანი მაქვს აქ ამ შემთხვევაში, ხო? გარდა იმისა, რომ ეს გაჟღერებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის და ეს ძალიან სიამოვნებს, მე აქ თქვენს დასახმარებლად ვარ. ასე რომ ვისაც გაქვთ პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში გელით, სასიყვარულო მაგიაზე პირადში, Instagram-ი, TikTok-ი შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ მიმოწერისათვის. კარგი, კიდევ ერთი თქმა სურს სამყაროს, განკითხვის შამი დადგა თქვენს ცხოვრებაში, ხო, სულ ცოტა ხნის უკან, რამაც დეპრესიაში ჩაგაგდოთ. აი ესეთი სიტუაციის წინაშე დადექით, სულ ცოტა ხნის უკან და რას ვეხებით, მაინც სასიყვარულო ურთიერთობა, კი ბატონო, ადამიანის განიგრძენი სიყვარული, ეს არის ნამდვილი ერთობა, ემოციური ერთობა, სიყვარულის ემოციები და ცხრიანების ხმლები. აქ ძალიან დიდი იმედგაცრუება წამოვიდა, ხო? ადამიანისგან მიიღეთ ძალიან დიდი დარტყმა იმედგაცრუებისა, რას ვეხებით, რა მოხდა თქვენ შორის? ძალიან გეტკინა გული. უზომოდ მოულოდნელი იყო სხვათა შორის ეს ამბავი, რაც ამ ადამიანისგან წამოვიდა და მთვარის ენერგიები, ეს არის აგრესია, დესტრუქცია, სათქმელს ვერ იძახი, ყლაპავ, მხოლოდ ღამღამობით შეიძლება ტიროდე ან იხარშებოდე საკუთარ თავთან, როდესაც არავინ არ გიყურებს, იმიტომ რომ ვერავის უზიარებ, თითქოს დაიკარგე ემოციებში, ხო? შერეული სიგნალები მოდის აქეთ იქიდან, ეს ძალიან უსიამოვნო სიტუაცია და ნახე როგორ გაჩერდა არკანი. და ისევ კვერთხების დედოფალი. აქ დიდი ალბათობით ადამიანმა გიღალატა ჩემო ძვირფასო, ქონდა მას პარალელურ რეჟიმში ურთიერთობა სხვა ადამიანთან და შენ დაბალეთვით შეფასებით და ეჭვებით დარჩი ამ ყველაფრის შემდეგ. კარგი, რჩევა გავაჟღეროთ სამყაროსგან. ნახე რაშია საქმე, დასტაზე მესიჯის სახით შეყვარებულები და ვარსკვლავის ენერგეტიკა. სამყარო აი ეხლა განსაკუთრებით ისე გისმენს ყურადღებით და აკვირვება შენს მოქმედებებს. რას იმოქმედებ? დაეთანხმები თუ არა ამ სიტუაციას? იმოქმედებ თუ არა საჭირო დოზით, საჭირო მიმართულებით? ამაზე არის დამოკიდებული პირდაპირ შენის შემდგომი სასიყვარულო ურთიერთობის გაგრძელება. გელით პირადში ინდივიდუალურ დიაგნოსტიკაზე და სასიყვარულო მაგიაზე, ყოველ შემთხვევაში დიაგნოსტიკა არის პირველი ეტაპი. გინდათ თუ არ გინდათ, ეს ასე ხდება ყოველთვის. დანარჩენ შედეგებს თავისით ნახავთ, რაც შეეხება სამყაროს, ის ძალიან ყურადღებით გისმენს. შეწყვიტე აი ეს შენელებული მოქმედებები, შეწყვიტე რაღაც ის ლოდინი, შეწყვიტე რომ ვიღაცა ღრუბლიდან წვერებიანი კაცი ასეთ დაგეთკაცუნებს და აბა ეხლა მასთან მოვიდეს პარტნიორი, ესეთი რამ სამყაროში არ ხდება ჩემო კარგო, ცოტა ლოგიკურად მივიდეთ იმით უმეტეს რომ გაგვშენა მისი უნარი. ზოგიერთი თქვენგანი აქ მერწყულები მიყურებთ, ასე რომ გელით პირადში, მოუგვარებელი პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. დაგემშვიდობებით, პირველი ვარიანტი, მადლობა ყურადღებისთვის და გადავდივართ მეორე ვარიანტზე. ასრულება თუ არა შენი სურვილი ძალიან მალე. პენტაკლების პაჟი ძალიან მალე შენს ცხოვრებაში მოდის. დანაზოგები, მატერიალური კეთილდღეობა, ხო, ჯანმრთელობა და სპირიტუალურ დონეზე ამაღლებული განწყობა, ეს არის საოცარი და პირდაპირ დადასტურება იმისა, რომ კი, შენი სურვილი ძალიან მალე ასრულდება, მას შემდეგ რაც კომენტარებში გააჟღერებ ამ ყველაფერს ძალიან მკაფიოდ. რას ეხება შენი სურვილი? გინდა რომ მოგეცეს შესაძლებლობების ფართო სპექტრი და გინდა რომ გქონდეს მოქმედების შესაძლებლობა, ჩამოკიდებული კაცის ენერგეტიკაში ტრიალებ ახლა ჩემო ძვირფასო და რას ვეხებით მაინც და მაინც აქ ათიანების პენტაკლები, ეს არის თითქოს შეზღუდვა მოდის პირდაპირ ოჯახის სივრციდან. ოჯახის მხრიდან კონკრეტული შეზღუდვა, რომელიც გაფერხებს კარიერის განვითარებისგან, ფულის დანაზოგისგან, სპირიტუალურ დონეზე ამაღლებისგან. რა ხდება შენთან ოჯახში კი, მაგრამ
აქ ან მინიშნება არის იმაზე, რომ უნდა დატოვო შენ ეს სივრცე, ოჯახის სივრცე, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს ყველაფერი, ან უკვე დატოვე ეს ყველაფერი და გაეცალე ოჯახს. გამიზიარე კომენტარებში, რას ვეხებით და როგორ რეზონირდა შენთან კონკრეტულად და სამყაროს ენერგიები ეს ნიშნავს, რომ წარმატება დაუყოვნებლივ მოდის შენთან კარიერაში, ფინანსებში, ჯანმრთელობის მიმართულებით, სასიყვარულო ურთიერთობების მიმართულებით, მთლიანი პროგრესი ყველა ასპექტში ერთიანი ძალით დაგატყდება თავს და ეს იქნება ძალიან სასიამოვნო მომენტი. ესე იგი შენი სურვილი იშლება 4 ასპექტის მიმართულებით. ხო, გინდა რომ გქონდეს კარგი შემოსავალი, კარგი მატერიალური მდგომარეობა, კარგი ჯანმრთელობა, სტაბილური რა თქმა უნდა და საშუალო პარტნიორი. სხვათა შორის თუ სურვილია სწორედ ესეთი უნდა იყოს ჩემო კარგო, მხოლოდ ერთ რაღაცაზე რომ ჩაიციკლებიან ხოლმე რაღაცნაირად მართლაც რომ ცოტა უცნაურია და გარდა ამისა შენ მოგეცემა შესაძლებლობები, ანუ ხელსაწყოების მსგავსად, ხო, როდესაც რაღაცა გაფუჭებულია და ხელსაწყოები ადამიანს ეძლევა იმისთვის, რომ შეაკეთოს ეს კონკრეტული დაზიანებული ნივთი, ამ შემთხვევაში შენ მოგეცემა შესაძლებლობათა ფართო ასპარეზი, სადაც გამოიყენებ თუნდაც შენს უნარებს, სხვადასხვა მიდგომებს, სხვადასხვა ტექნიკებს, манипуляციებს, ამაში სტუდია არაფერი არ არის. შენთან მოდის ნამდვილად აი ეს სიტუაცია და კვერთხების ტუზიც ამავდროულად და სტაზე მესიჯის სახით. ძალიან მალე მოდის შენთან ინსპირაცია. შენი მიზნების ასრულების მიმართულებით მოგივა იდეები, ეს არის პოტენციალის პოვნა საკუთარ თავში, როგორ შეგვიძლია მივახციოთ ამან თუ იმ მდგომარეობას საკუთარი ძალებით ან თუნდაც სხვა ადამიანების დახმარებით, ეს არის ზრდა, პოტენციალის ზრდისა, ხო, კარიერის მიმართულებით, ასევე სპირიტუალური მიმართულებით, როდესაც ადამიანს ინტუიცია ეხსნება უკვე იმ დონეზე, რომ მან ზუსტად იცის რა უნდა მოიმოქმედოს მის საკეთილდღეოდ. აი ესეთი სიტუაციები შემოდის ჩიმოძვირფასო შენს რეალობაში ძალიან მალე დაფიქსირდი კომენტარებში მადლიერების ნიშნად, იმიტომ რომ არაჩვეულებრივ მოვლენებს მიიღებ ამის შემდეგ დამერწმუნე და მე თუ გინდა დაბრუნდი და გამიზიარე კიდეც. კარგი, კიდევ რა უნდა ვიცოდეთ? ფინანსურად გაქვს საოცარი პოტენციალი, ჩემო კარგო, შენ ხარ ფულის მაგნიტი, პირდაპირ შენ საკუთარი ხელით შეგიძლია შექმნა იმდენად მყარი მატერიალური კეთილდღეობის მდგომარეობა, რომ ნამდვილად დამყარდეს შენს ცხოვრებაში ბალანსი, ხო? აი ეხლა პროცესში ხარ ჯერ კიდევ, მაგრამ სულ მალე ეს მოვა სისრულეში ძალიან სწრაფად მოდის, ესე უგრძნო ყოველ შემთხვევაში. კარგი, კიდევ რას ვეხებით აქ? ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს ამ პროცესში, შენი კარიერის განვითარების პროცესში, ძალიან ისე მაყურებელი საზოგადოება ავითვალით, ავიენებით, ავი ენერგეტიკით და გაითვალისწინე ჩემო კარგო, რომ ყველა მეგობარი არ არის და გულში შეიძლება იმ დონეზე შურდეს შენი, რომ შეიძლება სკდებოდნენ ამ ყველაფრით, ხო? და ასევე, ნუ გაუზიარებ შენს თაობაზე ინფორმაციას ყველას. და გახსოვდეს, რომ ბუმერანგის პრინციპით უნდა სცე პატივი, უნდა გაუზიარო ინფორმაცია და უნდა დაუთმო ყურადღება სწორედ იმ დოზით, რა დოზითაც ადამიანი გაიღებს შენი მიმართულებით რაიმეს, არც მეტი, არც ნაკლები, ეს არის ბალანსის მდგომარეობა. ხო, თუ გინდა რა თქმა უნდა, რომ ბალანსი დამყარდეს შენს ცხოვრებაში და შენც მიიღო საბოლოო ჯამში, რასაც იმსახურებ, ძალიან ფრთხილად აი ამ ადამიანებთან, სანაცნობოსთან, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი წარმატებას ნახულობს ხოლმე, მერე გამოჩნდებიან ესეთი ნაცნობები, მანამდე სად იყვნენ ძალიან მაინტერესებს, ნუ სადაც იყვნენ ძალიან კარგად ვიცით ეს ყველაფერი შემალული სიგნალებში და monitoring spirits, რომელიც ძალიან ისე გვაკვირდებიან ხოლმე. აბა, წაუსო თუ არა ფეხი და თუ წარმატებას მიაღწია ადამიანმა და პენტაკლების დედოფალი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყოველთვის აღწევს წარმატებას. აი ასეთების შემთხვევაში გამოვლენ ხოლმე ნელ-ნელა გამოეფინებიან სააშკარაოზე, ხო? და მოინდომებენ მეტის მიღებას, მაგრამ ყურადღებით მიეცი სწორედ იმდენი, რამდენსაც თავად გაიმეტებენ შენი მიმართულებით. შენ გაქვს საკმარისი ძალა, რომ აჯობო ამ პროცესებს და ზოგადად იმუშაო საკუთარ თავზე, ხო? აქ ზოგიერთი ცეცხლის ნიშანი მეყურებთ, ლომი ვერძი მშულდოსანი, დაფიქსირდით კომენტარებში თუ ხართ ასეთი აქ. კარგი, მესიჯი გავაშკაროთ სამყაროსგან, რათა თავი არ შეგაწყინოთ ხმლების ტუზი რევერსში, ჩემოძვირფასებო. რაღაცა ახალი იდეა მოგდის ჩემო კარგო, შენს გონებაში შემოდის აქტიურად ამ მიმართულებით ფიქრი, ინტენსიურად ფიქრობ ამაზე, მაგრამ ჯერჯერობით ხვებთან ვერ აზიარებ და ასევე მინდა გითხრა, რომ საკმარის ბენეფიტს არიღებ ამ იდეისგან, იმიტომ რომ იდეა თავად არის საოცარი და ძალიან მაინტერესებს რა მიმართულებას ეხება ეს იდეა, იმიტომ რომ აქგელის უდაოდ წარმატება, ეს არის განუსაზღვრელი წარმატება, ფორტუნას ბორბალი შენთვის დაიწყებს დატრიალებას. რა მიმართულებით ამოგვიდა ეს იდეა ძალიან მაინტერესებს. თუ შევძელით და გავაჟღერეთ ეს ინფორმაცია, იქნება საოცარი. რასთან დაკავშირებით გინდა?
აქ საოჯახო სივრცეში არ არის ჰარმონიული მდგომარეობა, მინდა გითხრათ თითქოს აი ვერ აძლევთ თავს ხიარულების უფლებას, ვერ აძლევთ თავს რაღაცების აღნიშვნის უფლებას, ხო? აი ძალიან დაძაბულია თითქოს ერთმანეთს სადაც არის უნდა წამოაძახოთ ეს ყველაფერი, რომ აი შენ როგორ გაბედე და როგორ გამხელდი, მე რო ესე ვარ. აი იცი რა ძალიან ტოქსიკური გარემოა, მაგრამ ამავდროულად თან გინდა რომ დავბრუნდე სახლში, ეს მაინც საყვარელი გარემოა, ნაცნობი გარემოა, ეს ასევე გამოხატავს შემოკარგებო დაბრუნების სურვილს, აი თითქოს როდესაც მოვლი რაღაცას, თითქოს წასული ხარ თუნდაც ემიგრაციაში, მაგრამ გინდა რომ დაბრუნდე ყოველ შემთხვევაში. აი დააკვირდით ახლა როგორ ტირის ძაღლი გარეთ, აი თითქოს თქვენი სულიც აი ესე ტირის აი ესე განიცდის, ხო? მე კი წასული ვარ, მაგრამ შემოკარგო მინდა რომ დავბრუნდე, მინდა მთელი გულით, მაგრამ თან არ არის გარემო ჰარმონიული, ტოქსიკურია მთლიანად, მაგრამ რაღაც იდეა რაც მოგდის შენ შემოკარგო და რასაც ებრძვი და რაც გაელვების დონეზე გაგიელვებს ხოლმე პირდაპირ, ხო? ამასთან მიმართებაში. რა არის? შენ შეგიძლია ემოციური სტაბილურობა დაამყარო სახლში. გაქვს შენ ამის თაობაზე იდეები, გაელვებები, რომელსაც უარყოფ, ასე რომ შემოკარგო. ჩაიწერე თუნდაც ეს იდეები შემდეგისთვის, როდესაც წამოვა. და შენ შეგიძლია რაღაც დონეზე მოერგო სხვა ადამიანებს, მით უმეტეს, როდესაც ესენი ძვირფასი ადამიანები არიან, ხო და ზოგიერთ შემთხვევაში თუნდაც ბუდიშის მოხდა, როდესაც მტლუანი არ ახარ, არაფერს არ დაგაკლებს ჩემო ძვირფასო, გარდა იმისა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდება, გადავა ჰარმონიულ ნოტაზე, ადამიანები თავის ეგოს გამოკვებავენ რაღაცა ორი სიტყვით, მათ მთელი ცხოვრება გაყვებათ ეს ყველაფერი და შენ საბოლოო ჯამში რას მიიღებ ამით? რას მიიღებ? შენ საბოლოო ჯამში იცი რასაც მიიღებ, შემოკარგო, იმიტომ რომ შენ ხარ შენს ქვეცნობიერთან საკმაოდ კარგად დაკავშირებული ქურუმი ქალი, ხო? ეს არის divine feminine energy, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ფემინური, ძალიან ისეთი ნათელმხილველის მსგავსი ენერგია. ზუსტად ის შენ რასაც მიიღებ, ხო? ამ ყველაფრით გადადიხარ თვითკმარ ენერგიებში, ჰარმონიული სიტუაციები დაისადგურებ შენს გარშემო, ხო? ალბათ ეს იყო ეს მნიშვნელოვანი მესიჯები, რაც დღეს პირველ და მეორე ვარიანტს უნდა მოგესმინათ, კომენტარებში დაფიქსირეთ. არ დაგავიწყდეთ ჩემო ძვირფასებო, ასევე ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და პირად კონსულტაციაზე დიდი სიამოვნებით და სიყვარულით გელით ჩემთან, პირადში, ინსტაგრამზე ან ტიკტოკზე, სადაც თქვენს გულს გაეხარდება, იქ გადმოდეთ და იქ მომწერეთ. დილა იქნება თუ საღამო, რა დროსაც აღმოჩნდები ამ ვიდეოზე, ისეც იყოს შენი ცხოვრება ბედნიერებით, წარმატებით და ჰარმონიული ნოტებით. სავსე დროებით შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეომდე.